ბოლო წლებში ხშირად საუბრობენ ახალი კონსერვატიზმის დაბადებაზე, რასაც ზოგიერთი დამკვირვებელი კონსერვატიზმის რენესანსსაც უწოდებს. კონსერვატიული იდეების გავრცელება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტურ საზოგადოებებში. უფრო კონკრეტულად კი უნგრეთსა და პოლონეთში, სადაც არალიბერალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც საკუთარ თავს კონსერვატიულ ძალებად მოიხსენიებდნენ, ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება შეძლეს და ინსტიტუციურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს. რითაც მოარყიეს 90-იანი წლების შემდგომ დამკვიდრებული ეგრეთ წოდებული ლიბერალური კონსენსუსი. ანუ ლიბერალური შეთანხმება, რომელსაც ეს საზოგადოებები დემოკრატიზაციისა და საბაზრო რეფორმების საშუალებით ღია საზოგადოებებად უნდა ექცია და ამით ისტორიაც უნდა დამთავრებულიყო. ამდენად პოსტკომუნისტურ ეპოქაში ახალი კონსერვატიზმი ლიბერალიზმზე რეაქციის სახეს იღებს და მისი ანალიზითა და კონკრეტული მახასიათებლების გამოკვეთით არაერთი მკვლევარია დაინტერესებული. თუმცა მანამ სანამ ახალი კონსერვატიზმის შესახებ ვიმსჯელებდეთ, ალბათ მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ საიდან მოდის და რა იდეებს ეფუძნება ეგრეთ წოდებული ძველი, ანუ კლასიკური კონსერვატიზმი და არსებობს თუ არა კავშირი ძველ და ახალ კონსერვატიულ იდეებს შორის. ამ ვიდეოში სწორედ კონსერვატიზმის ფილოსოფიურ საფუძვლებზე ვისაუბრებთ. სალექსიკონო განმარტებებში ტერმინი კონსერვატიზმი აღნიშნავს სურვილს, რომ შეეწინააღმდეგო უცაბედ ან რადიკალურ ცვლილებას. ხოლო კონსერვატიზმი როგორც პოლიტიკური რწმენა განიმარტება როგორც საზოგადოებაში მსგავსი ცვლილებების შეწინააღმდეგების სურვილი. ანგლოსაქსურ ინტელექტუალურ ისტორიაში ირლანდიელი ფილოსოფოსი და პოლიტიკური მოღვაწე ედმუნდ ბერკი მიიჩნევა კონსერვატიული ტრადიციის დამფუძნებლად. ერთი შეხედვით პარადოქსულია, რომ სწორედ ბერკი ითვლება თანამედროვე კონსერვატიზმის ფუძემდებლად მაშინ, როდესაც ის მხარს უჭერდა 1688 წლის ინგლისის სახელოვან რევოლუციას, რომელმაც ბრიტანეთში დაასრულა აბსოლუტური მონარქია, ანუ აბსოლუტიზმი და დაამყარა ახალი საპარლამენტო, ანუ კონსტიტუციური მონარქია. ბერკი ასევე მხარს უჭერდა 1776 წლის ამერიკულ რევოლუციასაც, როდესაც ინგლისის ყოფილმა კოლონიებმა ამერიკაში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ და სხვა რადიკალური ცვლილებების მხარდამჭერი ბერკი ისტორიას შემორჩა როგორც კონსერვატიზმის პოლიტიკური ფილოსოფიის შემოქმედი. ის თუ რა მობიძგა მას პოლიტიკური მგზნობელობა ასე შეეცვალა, სხვადასხვა სამეცნიერო გამოკვლევისა თუ თეორიული მსჯელობის საგანს წარმოადგენს. მაგრამ ფაქტია, რომ მისი 1790 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი სახელწოდებით რეფლექსიები საფრანგეთის რევოლუციაზე თანამედროვე კონსერვატიზმის დამფუძნებელ ტრაქტატად ითვლება. რეფლექსიები ეფუძნება წერილობით კორესპონდენციას ავტორსა და მის მეგობარ პარიზელ ახალგაზრდა კაცს შორის და მასში ბერკი საფრანგეთის რევოლუციის მანამდე უცნობ ინტელექტუალურ კრიტიკას ავითარებს. სწორედ ეს კრიტიკა ედება საფუძვლად ბრიტანული კონსერვატიზმის პოლიტიკურ ტრადიციას და მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ნაშრომის შედეგი იყო, რომ პოლიტიკური თეორიისათვის ერთ-ერთი უმთავრესი თემატიკა გახდა არსებული საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების საკითხი. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის, ანუ მე-18 საუკუნის ინგლისში კონსერვატიზმის პოლიტიკური ტრადიცია ჯერ არ არსებობდა და შესაბამისად არ არსებობდნენ კონსერვატიული პოლიტიკური პარტიებიც. თავად ბერკიც მის ეპოქაში ლიბერალად არის მიჩნეული. როგორც პოლიტიკური მოღვაწე, იგი 1784 წლამდე ეგრეთ წოდებული ვიგების პარტიის წევრი იყო და გარკვეულწილად არისტოკრატთა ინტერესების გამტარებლადაც მოიაზრება ხოლმე. ირლანდიიდან ინგლისში ჩამოსვლის შემდეგ ბერკი უახლოვდება მიწათმფლობელ ლორდების წრეებს და მალევე თვითონაც ხდება მიწის მესაკუთრე. თავად ვიგების პარტიაც ინგლისში ლიბერალური პარტიის წინამორბედად მოიაზრება, ვინაიდან პარტია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ლიბერალურ ძალასთან ერთიანდება. და მაინც რა იყო ის მთავარი, რასაც ბერკი პარიზელ ახალგაზრდას წერდა 1789 წლის ოქტომბერში. წერილში ის წინააღმდეგობას გამოხატავს საფრანგეთში განვითარებული რევოლუციური ცვლილებებისადმი და ამტკიცებს, რომ დამკვიდრებული სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურების უცაბედი და დრამატული ცვლილებები ქაოსის საწინდარი იქნებოდა. რაც თავის მხრივ ღირებული კულტურული და ისტორიული ტრადიციების რღვევასა და დაკარგვას გამოიწვევდა. ის მიიჩნევდა, რომ მნიშვნელოვანი იყო არსებული ინსტიტუტებისა და ტრადიციების შენარჩუნება, რომელიც წარსული თაობების სიბრძნეს შეინახავდა და ამიტომ ნებისმიერი ცვლილება ევოლუციურად უნდა განხორციელებულიყო. და ამით ის გამოხატავდა სკეპტიციზმს რადიკალური ცვლილებების იდეისადმი.
მისი სიტყვებით, ისტორიაში უამრავი რამ იყო ისეთი, რაც ინსტრუქციისათვის გამოდგებოდა, ხოლო მომავლის სიბრძნე კაცობრიობის წარსულის შეცდომებსა და სისუსტეებს უნდა დაფუძნებოდა. წარსული თაობების სიბრძნის გამოყენების იდეა თანამედროვე პოლიტიკის სამართავად მაშინვე მწვავედ გააკრიტიკა ინგლისური წარმოშობის ამერიკელმა პოლიტიკოსმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამამ ტომას პეინმა, რომელმაც დაიცვა საფრანგეთის რევოლუცია და მკვდარი თაობების მიერ მართვის იდეა უწოდა ბერკის იდეებს. და ის ტირანიათა შორის ყველაზე სასაცილო და შეურაცხმყოფელ იდეებად დაახასიათა. ბერკის ნაწერებში და მის შემდგომ ინტერპრეტაციებში ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ის საფრანგეთის რევოლუციის ფორმას უფრო მეტად აკრიტიკებდა, ვიდრე შინაარსს. და გარკვეულწილად ეს ასეც არის. თუმცა მის ნაწერებში ასევე სახეზეა შინაარსთან დაკავშირებული კრიტიკაც, სადაც ის საფრანგეთის რევოლუციის იდეებს უფრო რაციონალური და ეგალიტარიანული საზოგადოების ჩამოყალიბების შესახებ აბსტრაქტულად მიიჩნევს და აკრიტიკებს ახალი პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების დაფუძნების მცდელობას განმანათლებლობის ისეთ აბსტრაქტულ ცნებებზე, როგორებიცაა რაციონალიზმი და უფლებები. კონსერვატიული ტრადიციის სათავეებთან მოგზაურობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა ალბათ ისიც არის, თუ რომელი სოციალური ჯგუფის ანუ რომელი კლასობრივი ინტერესების გამტარი იყო თავდაპირველი კონსერვატიული იდეა. ედმუნდ ბერკის კონსერვატიზმს ერთი შეხედვით კონკრეტული კლასობრივი ბაზა არ აქვს და ის ღიად არ საუბრობს რომელიმე სოციალური ჯგუფის ინტერესებზე. თუმცა ვინაიდან ის დამკვიდრებული სოციალური იერარქიის დაცვაზე საუბრობს, მიიჩნევა, რომ თანამედროვე დასავლური კონსერვატიზმის დამფუძნებლად წოდებული პოლიტიკური მოაზროვნე უპირატესობას ანიჭებდა მე-18 საუკუნის ინგლისის სოციალური სტრუქტურისა და სტატუს კვოს შენარჩუნებას. არსებული წესრიგი კი იმ პერიოდში უმეტესად მიწათმფლობელი არისტოკრატების წესრიგი იყო. შესაბამისად, იდეები წესრიგის შენარჩუნების შესახებ განსაკუთრებულ მხარდაჭერას პოვებდა იმ დროის სოციალური და პოლიტიკური წესრიგის პრივილეგირებულთა შორის, ანუ არისტოკრატებსა და მიწათმფლობელ ჯენტრის შორის, რომლებიც ტრადიციულად წარმოადგენდნენ მმართველ ელიტებს და რომელთა უმეტესობაც ტიტულებს, სიმდიდრესა და ქონებას მემკვიდრეობით იღებდა. ისინი, ვისაც არსებულ სისტემაში საკუთარი ძალაუფლებისა და პრივილეგიების შენარჩუნება სურდათ, რა გასაკვირია, რომ ტრადიციული სოციალური სტრუქტურებისა და ინსტიტუტების შენარჩუნების მომხრენი იყვნენ. ამიტომაც ბერკისეული იდეები ყველაზე მეტად მხარდაჭერილი სწორედ ამ ჯგუფებში იყო. ბერკის ნაშრომებიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ კონსერვატიზმს თითქოს არ აქვს მკაფიო ნორმატიული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოება, გარდა იმისა, რომ უნდა არსებობდეს ტრადიციების განგრძობითობა. თუმცა ბერკისეული კონსერვატიზმი მაინც გულისხმობს გარკვეულ ნორმატიულ ხედვასაც, რომელიც მთლიანობაში ღირებულებად აღიქომს ტრადიციებს, სოციალურ თანხმობას და საზოგადოებრივი ცვლილების გონივრულ და ევოლუციურ მიდგომებს. მიუხედავად იმისა, რომ ბერკის იდეები საფრანგეთის რევოლუციის კონტექსტში დაიბადა, მას დღესაც აქვს გავლენა კონსერვატიული აზროვნების ტრადიციაზე.